მოგესალმებით, მე საბა ვარ და ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ თუ რა აღჭურვილობას ვიყენებ ლაშქრობაში. დავიწყებ ტანსაცმლით და ფეხსაცმლით და შემდეგ გადავალ უშუალოდ ჩანთის შემადგენლობაზე. ამ ვიდეოს გადაღებას სადმე ბუნებაში ვაპირებდი, მაგრამ ეს დღეები ძალიან ცუდი ამინდებია, ამიტომაც გადავწყვიტე შენობაში გადამევა. დავიწყოთ ფეხსაცმლით. ეს არის სალევოს Alp Trainer 2, რაც ლაშქრობა დავიწყე, იმის შემდეგ ამ ფეხსაცმელს ვიყენებ. რაც შემიძლია ვთქვა ამ ფეხსაცმელზე არის ის, რომ კომფორტულობით დიდად ვერ დაიკვეხნის. კონკრეტულად ამ წყვილს დაახლოებით წელიწად-ნახევარია ვიყენებ. გამძლეობით ვფიქრობ, რომ საკმაოდ გამძლე ფეხსაცმელია, რადგან არ ვუვლი, ასე ვთქვათ, არ ვიყენებ ყავის მოვლის საშუალებებს. გატალახიანების შემდეგ მხოლოდ წყლით და ჯაგრისით ვრეცხავ. ძირი ნორმალურ მდგომარეობაშია, აქ ყავი პატარაზე გადასკდა, მაგრამ საბოლოოდ თავი მაინც კარგად უჭირავს. წყალგამუტარობას რაც შეეხება, გორტექსია, მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე წყალს საკმაოდ ატარებს და ფეხიც მისვლდება. ზამთარ-ზაფხულ ამ ფეხსაცმლით დავდივარ. საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ ამ ფეხსაცმლით. კარგი ფეხსაცმლის შემდეგ უმნიშვნელოვანესია კარგი წინდა. უკვე დიდი ხანია Smart-ულის წინდებს ვიყენებ. შემცველობას რაც შეეხება შემადგენლობას, Merinos შალისგან არის შეკერილი და დამერწმუნეთ Bambis წინდის შემდეგ შალის წინდა უდიდესი შვება. ასევე პოლიესტერისგან განსხვავებით, რა ვიცი, 2-3 დღე ხმარების შემდეგ სუნს არ ეკიდებს და ესეც ძალიან დიდი პლუსია. შარვალს რაც შეეხება, ეს არის ბრიტანული არმიის სტანდარტული შარვალი, M-ტიპი კამოფლიაჟით. ამ შარვალში ის მოწონს, რომ არის იაფი, დაახლოებით 20 ფუნტამდე შეგიძლიათ ახლის ყიდვა და საკმაოდ გამძლე. ამასთან ერთად ძალიან კომფორტულიც. ესეთი ხარისხის და კომფორტის სალაშქრო შარვალი რომ იყიდოთ, ბევრად ძვირი ღირს. ტანზე პირველ ფენად ვიყენებ Stoic-ის ეგრეთ წოდებულ base layers. ამის შემადგენლობა არის პოლიესტერი. ამის შემდეგ მოდის თხელი ფლისი. ეს თუ დაბალი ტემპერატურაა, რადგან სიარულში საკმაოდ ხურდები. ყელზე ბაფი საკმაოდ კომფორტულია სიგრილეში და დაბალ ტემპერატურებზე თხელი ქუდიც სრულიად ყოფნის. ეხლა კი ჩანთას რაც შეეხება. ეს არის Ilbe, ამერიკელი საზღვაო ქვეითების ზურგჩანთა, 75 ლიტრის მოცულობით. ბატერიას რაც შეეხება, ეს არის 725 დენიერი ნაილონი. წონა არის 3.800 კილოგრამი. ამ ჩანთის ყველაზე დიდ პლუსს რაც შეეხება, მისი გამძლეობის გარდა, არის საზურგე. საზურგე და მისი წელის ქამარი. როგორც ხედავთ, წელის ქამარი არის საკმაოდ სქელი და რბილი, ასევე სამხრეები. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ შეგვიძლია საკმაოდ დიდი წონა ვატაროთ საკმაოდ კომფორტულად. ზოგადად ეს ჩანთა სალაშქროდ ნაკლებად გამოიყენება, ცოტა ადამიანი იყენებს, რადგან არის ძალიან მძიმე, ორჯერ, 2.5 მძიმეა ჩვეულებრივ სალაშქრო ზურგჩანთაზე. გარედან მიმაგრებულ ნივთებს რაც შეეხება. ეს არის კომპერდელის სალაშქრო ჯოხები. ეს ეგრეთ წოდებული twist lock-ი და პრაქტიკამ რაც მაჩვენე არის ის, რომ ეს ეგრეთ წოდებული twist lock-ი დიდად კომფორტული არ არის, რადგან აქვს ამორტიზაციის ფუნქცია და სიარულისას ეს საკმაოდ ნერვების მომშლელია ჩემთვის. ძირსაგები არის Sermarestis Bridge Rest-ი, განიერი ვერსია. ამის წონა არის 500 გრამი. აქეთ მხარეს მაქვს მიმაგრებული კარვის ჯოხები. ეს იმ შემთხვევაში თუ ჯგუფში განაწილებისას მე მომიწევს კარვის ჯოხების ტარება.
ყოველთვის ვამაგრებ ხოლმე ჩანთის გარედან. აქ რიბეში მიდევს ჩანთის საწვიმარი. ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ ჩანთის შემადგენლობაზე. დავიწყებ ეგრეთ წოდებული ხუდით. ესე იგი, აქ გვაქვს ხელი ხელთათმანები. ყინვაშიც მოძრაობისას ხელი ხელთათმანი აუფლიანებს ხელს, ძალიან ცხება და მერე შემდეგი სოფლი იყინება. ამიტომ ხელი ხელთათმანი მე სრულიად ყოფნის სიარულისას. შემდეგ აქ მაქვს წყლის ფილტრი, რომელიც ზამთარში აუცილებლად საძილეში უნდა შევინახოთ გამოყენების შემდეგ, რადგან თუ ესე არ ვიზავთ, გაიყინება და გაფუჭდება. შემდეგ აქ მაქვს პაუერბანკი, კონკრეტულად ეს არის 10000 მAh-იანი. სათვალე თოლში აუცილებელია. თოკი ამ შემთხვევაში ეს არის 10 მეტრიანი და ამას ბაშის გასაშლელად ვიყენებ ხოლმე. ლის ჯავერისი, თავფანარი. ეს არის Black Diamond-ის Storm 500 ლუმენიანი დატენვადი მოდელი. მეორე თოკი, პარაკორდი. ცეცხლის საკუთნო ზამთარში აუცილებელია. შემადგენლობასაც შეეხება ვაზელინის ბამბურთები, სანთებელა და ასანთი. თავის დაზღვევის მიზნით ერთი ასანთი და ერთი სანთებელა დამატებით. ხელსახოცები, მშრალი და სველი. და ზოგიერთ შემთხვევაში თუ ადგილი არის, პირველად დახმარება ადვილად ხელმისაწვდომი რომ იყოს. პირველი მიდევს ქურთუკი, თხელი ქეჩუას სინთეტიკური შევსებით. აქ მაქვს მეორე თხელი ბუმბულის ქურთუკი, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ და თუ ძალიან დაბალი ტემპერატურა არ არის, მეორე ქურთუკს არ ვატარებ. შემდეგ მოდის GoPro-s 5. პირველადი დახმარების ნაკრები, რომელიც როგორც წეგან გითხარით, ქუდში მიდევს ხოლმე, ადვილად ხელმისაწვდომობისთვის. თბილი ხელთათმანები, კონკრეტულად ეს მოდელი არის Black Diamond-ის Renegade, ყავის ხელის გულით, რომელიც თითებზე გადმოდის. რეიტინგი უწერია -10 და მაგ დიაპაზონში თავის საქმეს ასრულებს. შემდეგ აქ მაქვს დანა Cold Steel-ის SRK. ჩვეულებრივ ამ ხელადანა ჯგუფურ ლაშქრობაში არ დამაქვს, არანაირად არ არის საჭირო. ჯგუფურ ლაშქრობაში ესეთი პატარა გასაშლელი დანაც სრულიად საკმარისია. ეს არის Cold Steel-ის 1911. შემდეგ აქ მაქვს რამოდენიმე ცელოფანი. შემდეგ მოდის საწვიმარი ზედა. ესეც არის ბრიტანული არმიის საწვიმარი უდაბნოს კამოფლიაჟით. ასევე ბრიტანული არმიის საწვიმარი შარვალი M-ტიპი კამოფლიაჟით და ამ საწვიმარი შარვლის ძალიან დიდი პლუსი არის ეს ელვა, რომელიც თითქმის ბოლომდე იხსნება.
ანუ ამის გამო ჩაცმა საკმაოდ მარტივია, როდესაც ფეხსაცმელი გვაცვლია. შემდეგ აქ არის ქვაბუნა, რომელშიც მიდევს გასქურა და ბალონი. გასქურა არის კოვიას ბრენდის, ასევე გაზის ბალონიც არის კოვიას ბრენდის. ხელსახოცი იმისთვის, რომ სიარულიცას არ იბრახულოს შიგნით და შემაწუხებელი ხმა არ გამოსცეს. ქვაბუნას რაც შეეხება, ჩვეულებრივი ალუმინია, არაფერი განსაკუთრებული. შემდეგ აქ მაქვს გამაშები. ეს არის Outdoor Research-ის კასკადია 2 Gore-Tex-ის მემბრანით. ზოგადად Outdoor Research-ი საკმაოდ ცნობილი და ხარისხიანი ბრენდია. შესაბამისად, ეს გამაშებიც უკვე დაახლოებით 2 წელია მაქვს და კარგად ვიყენებ. ჩვეულებრივი ჭიქა, თერმული, რომელიც ზამთარში საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან შიგნით სითხე მალე არ ცივდება. ზოგადად, სოლო და ჯგუფური ლაშქრობის შემთხვევაშიც უკვე დამაქვს ესეთი პატარა ტოლსენის გასაშლელი ხერხი, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია შეშის დასამუშავებლად. ზოგადად, ჩალაგებისას უნდა გავითვალისწინოთ მარტივი წესები. ძირში მიდის საძილე, შემდეგ საძილის გარშემო ჩანთის მოცულობას გააჩნია. ვავსებთ სხვადასხვა ნივთებით, წინდებით, საბაზისო ფენით, დამატებით გამოსასვლელით. რაც უფრო ზევით ამოვდივართ, ხრების კუნთების გასწვრივ, ზურგთან რაც შეიძლება ახლოს, უნდა განვათავსოთ ყველაზე მძიმე ნივთები, მაგალითად როგორც არის გასქურა, ქვაბუნა, იგივე საჭმელი წყალი, რომელიც აქ არ არის, რადგან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. ჩანთაში მე მიდევს ჩვეულებრივი ნაგვის პარკი. ეს იმისთვის, რომ არ დამისვენდეს აუცილებლად მშრალად შესანახი ნივთები, როგორც არის ტანსაცმელი, საძილე და თუნდაც გასაბერი ძირსაგები. ეხლა ვნახოთ თუ რა დევს უშუალოდ პარკში. აქ მაქვს პირველ რიგში სათადარიგო წინდები. იმ შემთხვევაში თუ უშუალოდ ლაშქრობისას მომიწია გამოცვლა. დამატებით თბილი ბაფი. შემდეგ აქ მაქვს ემტაკის გასაბერი ძირსაგები. 1 წლის წინ ვიყიდე მილიტარისტში, 90 ლარი გადავიხადე. თავის საქმეს მშვენივრად ასრულებს და ზამთარში კაფის ძირსაგებთან კომბინაციაში თოვლზეც ჩვეულებრივად ვიძინებ. შემდეგ აქ მაქვს კარავი. ეს არის მარმოტის კატალისტი, 2 კაციანი კარავი. ამ კარავს მხოლოდ ჯგუფურ ლაშქრობაში ვიყენებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 2 ან 3 კაცი ვაპირებთ დაძინებას. იშვიათად კი, როდესაც მარტო ვარ ან უბრალოდ თბილი სეზონია, ვიყენებ ბაშას. ეს არის ასევე ბრიტანული არმიის ბაშა ტარპი. უდაბნოს კამუფლიაჟით. ამ ბაშას ქარხნულად აქვს სახელურები, რადგან საკაცედად შეგვიძლია ამის გამოყენება. მე როდესაც ვიყიდე სახელურები დავაჭერი და უმჯობესი იქნებოდა რო არ დამეჭრა. სახელურებიდან დაზოგილი 100 გრამი არაფერს არ მიწყვეტს, მაგრამ რეალურ სიტუაციაში საკაცედ გამოყენება რო დაგჭირდეს, ამ ბაშას ვეღარ გამოვიყენებ ისე მარტივად საკაცედ. შემდეგ აქ მაქვს სათადარიგო წინდები. შემდეგი არის სათადარიგო შარვალი, ჩვეულებრივი ქართული არმიის შარვალია. ზოგადად ლაშქრობაში თუ უხვინალექი არ არის მოსალოდნელი, სათადარიგო შარვალი არ დამაქვს.
რადგან დასავლების შემთხვევაში ბრიტანული არმიის შარვალი საკმაოდ მალე შრება. ნელ-ნელა გავდივარ ბოლოში. აქ მაქვს კიდევ ერთი წყვილი საბაზისო ფენა, ზედა-ქვედა, რომელიც საძილეში მაცვია ხოლმე. ზოგადად არ მიყვარს საძილეში იმ ტანსაცმლის ჩაწოლა, რომელსაც დღის განმავლობაში დავდივარ, ან თუნდაც ტანსაცმლის გარეშე, რადგან საძილის გარეცხვა ხშირად არ არის რეკომენდირებული და უბრალოდ საბაზისო ფენის ჩაცმით თბილადაც ვართ და საძილესაც ვიცავთ გაჭუჭყიანებისგან. საბოლოოდ კი ძირში მოთავსებული მაქვს საძილე ტომარა. ეს არის გერმანული ბრენდის Carinthias Defense 4 მოდელი. ამ საძილის წონა არის 2.3 კილოგრამი. რეიტინგს რაც შეეხება, კომფორტი -8 გრადუსი უწერია დაახლოებით. ეს კაცის შემთხვევაში. საძილის ყიდვისას რეიტინგთან ერთად აუცილებლად ყურადღება მისაქცევი ფაქტია მისი ზომა. ჩემს შემთხვევაში ეს საძილე არის 2 მეტრიანი, ძალიან დიდია ჩემთვის. შესაბამისად, სრულ სივრცეს ვერ ვავსებ, მთლიანად საძილეს ვერ ვათბობ, რის გამოც მის სრულ პოტენციალს ვერ ვიყენებ. სხვა მხრივ, ეს საძილე ჩემი აზრით იდეალურია, ძალიან ხარისხიანი, ძალიან გამძლე. ბანაკში ფეხის დასვენება ძალიან დიდი კომფორტია, ამიტომაც ჩვეულებრივი ჩუსტები დამოქვს ხოლმე ამისთვის. სულ ეს იყო ჩემი აღჭურვილობის განხილვა. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, მხოლოდ დალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. ასევე დიდი სიამოვნებით მოვისმენ რეკომენდაციებს და თუ რომელიმე ნივთის მონაცემები გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და გაგცემთ პასუხს. მადლობა ყურებისთვის, ნახვამდის.